ამ ხეობაში 150 სოფელი იყო, დღეს სამწუხაროდ მხოლოდ 6 მოქმედი სოფელია დარჩენილი. აი დააკვირდით რა სუფთად გათლილი კვადრებია, რა სწორად არის დასმული ქვები. შეხედეთ. ეს ურავლის ხეობაა სამცხე-ჯავახეთში. ხეობა, სადაც ულამაზესი ბუნება ადამიანის მიერ საუკუნეების წინ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის უტყუარი მოწმეა. ერთ დროს აქ გადიოდა მნიშვნელოვანი გზები, შენდებოდა მონასტრები. როგორც აღინიშნა, არსებობდა უამრავი სოფელი. დღეს კი მათი უმეტესობა უკვე ნასოფლარია. დღეს გაგაცნობთ კიდევ ერთ ნასოფლარს. ამ ნასოფლარს ქვია ორცეფი. ზოგადად ურავლის ხეობა დიდარია არა მარტო ლამაზი ბუნებით, სხვათა შორის აქ 2021 წელს ერუშეთის ეროვნული პარკი შეიქმნა. ეს პარკი ნაწილობრივ მოიცავს ასმინდის მუნიციპალიტეტსაც, ნაწილობრივ იქით წყალთბილისკენაც არის ეს ვალის ტერიტორია. გარდა ამისა, ურაველში, როგორც გითხარით, არის ძალიან ბევრი ნასოფლარი, უამრავი ისტორიული ძეგლია. დღეს მოდით ვნახოთ ერთ-ერთი მათგანი, ერთ-ერთი ნასოფლარი, ეს არის ნასოფლარი ორცეფი. სამწუხაროდ მთლიანად არც არაფერი არა ჩანს, თვითონ სახლები მთლიანად მიწასთან არის გასწორებული. შემორჩენილია მხოლოდ აი ეს ეკლესია. ეს ეკლესია უნდა იყოს მე-9 საუკუნეების მეგობრებო და არის ორნავიანი. აი აქეთა სამხრეთ ნავიც უკვე დანგრეულია. სახელწოდება ორცეფი ზანური წარმოშობისა უნდა იყოს. ისევე როგორც ოდუნდა. ოდუნდაც იქვე ნასოფლარია ურავლის ხეობაში. 1595 წელს ოსმალთა ბატონობისას შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. ის მნიშვნელოვანი წყაროა მე-16 საუკუნის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის შესასწავლად. სწორედ ამ დავთრის მიხედვით ორცეფში ცხოვრობდა 8 კომლი. ცნობილია მათი სახელებიც: გოგიჩა, ოტარაძის-ძე, მატუა მღვდლის-შვილი, ხარება რომას-ძე, ანანას-ძე, გოგიჩა ძემისი სახელად იასა, ვარძელ-ძემისი სახელად განათაშურ. აქ მისდევდნენ მეცხოველეობას, მეფუტკრეობას, მებაღეობას, მებოსტნეობას. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელი. ორცეფი წლიურად 8220 აღჭას იხდიდა. – 1944 წელს ამ სოფლის მოსახლეობის დეპორტაციის შემდეგ აქ არავინ ცხოვრობს. ორცეფი იქცა ნასოფლარად და მისი სახნავ-სათესი ველმივრები გადაეცა სოფელ ურაველს. ახლა კი გავეცნოთ ეკლესიას. აქ ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ ნავიდანაა. აქედანვე შევდივართ დასავლეთ მინაშენში. ტაძრის ცენტრალურ ნავში კი ამ უკანასკნელიდანაც შეიძლება მოხვედრა. ტაძარი მძიმე მდგომარეობაშია. ჩამონგრეულია კამარა როგორც ცენტრალურ, ისე სამხრეთ მინაშენში. სახურავი მხოლოდ დასავლეთ მინაშენს გააჩნია.
აიქით მოპირდაპირ მხარეს არის თანამედროვე მოქმედი სოფელი ხეოთი. აქ შემდეგ ორი ხეობა, ერთი წყალწმინდას ხეობა, მეორე იქით ბუზიყლაპიას ხეობა ქვია ეგრე. ეს უცნაური სახელი აქვს. მოკლედ ურავლის ხეობაში ძალიან ბევრი ნასოფლარია, როგორც აღნიშნეთ და მოქმედი სოფლები რომლებია, იმათ ჩამოგითვლით. ეს არის ურაველი, მუსხი, ხეოთი, წყორძა, ანდრიაწმინდა და ანდა. აი ეს 6 სოფელია მხოლოდ ურავლის ხეობიდან ამჟამად მოქმედი. მოკლედ ძალიან საინტერესო ხეობაა. საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ ეს ხეობა მომავალში აუცილებლად. არის ძალიან ლამაზი ბუნებათან. ნასოფლარ ორცეფის სიახლოვეს მდებარეობს კოშკი. ორცეფის კოშკი აი ჩვენს პირდაპირ არის. არც თუ ისე პატარა კოშკია, ციხედ შეიძლება რომ უწოდოთ. ეს კოშკი დახურებს სოფელ ხეოთს. მე კი ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო. საქართველოს სხვა კუთხეებში შევხვდებით.